საუბარი დავიწყოთ ანრი კვარაცხელიას საქმით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა მოწმეები, გამომძიებლები, დეტექტივები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. დღეს მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ერთ-ერთმა თქვა მაგალითად ეს არის გია გელაშვილი, რომელმაც სცადა დარწმუნება დაცვის მხარის და ბრალდების მხარის, რომ თითქოს ის სკროლავდა Facebook-ს და სწორედ Facebook-ზე სკროლვის შემდეგ აღმოაჩინა ვიდეო, სადაც მისი განმარტებით ჩანს უცნობი პირი, რომელიც პოლიციელების მისამართით ისვრის მოლოტოვის კოქტეილს. სწორედ ამის შემდეგ გია გელაშვილი დაინტერესდა, ვინ იყო ეს პიროვნება, მიმართა შესაბამის სამმართველოს და სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიებაც. გია გელაშვილი ამბობს, რომ ჩამოწერა ორი სხვადასხვა ლინკიდან ვიდეო მტკიცებულება და მის მობილურში შეინახა. თუმცა აქ არის კიდევ ერთი საეჭვო გარემოება. პროკურორი ამბობს, რომ ერთი პირის მიერ არის ეს ვიდეო გავრცელებული, თუმცა არის ორი ვიდეო მასალა, რომელიც ჩამოწერილი აქვს გია გელაშვილს. მას შემდეგ, რაც ამ მოწმეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, ბუნებრივია ჩვენ მათთან გვქონდა კითხვები იმ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც მისცეს დღეს სასამართლოს. მოწმე პოლიციელები ცდილობდნენ, რომ სასამართლოს ეზო გაქცევით დაეტოვებინათ, თუმცა ერთ-ერთი მაგალითად გია გელაშვილი, რომელიც არის ის პირი, ვინც ამბობს, რომ Facebook-ზე სკროლვის შემდეგ აღმოაჩინა დანაშაული და დაიწყო გამოძიება, გაიქცა. ერთ-ერთი არის გამომძიებელი, რომელიც ამბობს, რომ ორი სხვადასხვა ლინკიდან არის ჩამოწერილი ვიდეო, საუბარია ორ სხვადასხვა პირზე და ეს ვიდეოები შენახულია გია გელაშვილის მობილურში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ში გავრცელებული კადრები ატვირთული აქვს კონკრეტულ პიროვნებას, გაჩნდა კითხვები, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ეს პირი, ვინც ვიდეო გაავრცელა და მოიკითხეს თუ არა, რატომ გადაიღო ამ პირმა ეს ვიდეო, თუმცა როგორც ირკვევა, პირველი პირით, ვინც ვიდეო გაავრცელა, ძალოვანი უწყება არც კი დაინტერესებულა. საერთოდ პასუხი მოსამართლეს გაქვს. შეგიძლიათ მითხრათ სოციალურ ქსელში რომელ გვერდზე ნახეთ ვიდეო მასალა, რომელიც საქმეში რას ნიშნავს? კაცო, თქვენ რა მუშაობთ? Facebook-ის სკროლის გვაქვს დრო? კი, ყველაფერთვის გვაქვს დრო, როცა ვისი გვერდები გაჩხრიკეთ, შეგიძლიათ? სამუშაო საათებში Facebook-ის სკროლვა არის თქვენი დავალება? ორი ვიდეო, რომელი გვერდიდან ამოიღეთ? სხვადასხვა ვიდეო ხომ არის? მიპასუხეთ, რომელი გვერდიდან არის ამოღებული ვიდეო მასალა? ორ ვიდეოზე საუბარი. Facebook-ის რომელი გვერდიდან? მაგალითად. გვერდი არა, ლინკი არ მითხრებული, სადაც შეგვიძლია გადავხვიდეთ და ნახოთ. აღარ გახსოვთ ვის გვერდზე ნახეთ? გადავხვიდეთ და ნახოთ. ეს ადამიანები გამოკითხეთ, ვინც განათავსა სოციალურ ქსელში ეს ვიდეო? ჩვენ ვიდეო ნახეთ, რაში გვაინტერესებს. გამოგეკითხეთ, როგორ ამოიცანით ანრი კვარაცხელია? თუ მას სახე დაფარული ჰქონდა? აბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასმა ჩატარდა. პირველი პირის გამტკიცებულება. პირველი უშუალო პირი გამცელებელი ვინც იყო? იმის მობილური რატომ არ მოიკითხეთ? იმის მობილური ტელეფონის შესახებ არ აქვს ინფორმაცია. ტელეფონში ნახეთ ის ჩამოწერა. მის ტელეფონში პირველი პირი გეცადათ, არ მოგიძებნიათ? დღეს დაკითხულმა პირველ მოწმემ განმარტა, რომ მან Facebook-ზე ნახა ვიდეო ჩანაწერი, ორი ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს პიროვნება ერთ შემთხვევაში, რომელიც ისვრის ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილს და მეორე შემთხვევაში იგივე პიროვნება, იგივე აღნაგობით, იგივე ტანსაცმლით, როგორ დადის აქცია. შესაბამისად, ამჟამად ვიდეო ჩანაწერები ვინაიდან საქმესთან იყო კავშირში, მან შეინახა მობილურ ტელეფონში და ასევე ატაკით გაურთოს ისვრის სამართლის საქმეს. სად გავრცელდა? Facebook-ზე დევს საჯაროდ. ვის გვერდზე? ერთ-ერთი პიროვნები, საიდანაც მოხდა გადმოწერა გამოძიების მიერ. პირველი პირი არ გამოგიკითხავთ. დავაზუსტოთ, ვინც ვიდეო გაავრცელა, ის პიროვნება არ გამოგიკითხავთ. არ არის საჭირო მისი გამოკითხვა, არაერთი მტკიცებულება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ანზორ კვარაცხელიას ბრალდებულებას აღასრულებს. დღევანდელ დღეს ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მიმსჯელა არჩილ მუსელიანცის საქმესთან დაკავშირებითაც დღეს ბრალდების მხარემ გამოკითხა 7 მოწმე, 7-ვე ამბობდა, რომ 30 ნოემბერს იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, საუბარია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და 7-ვე მათგანი ამტკიცებდა, რომ სამეთვალყურეო კამერები, რომელიც განლაგებულია საკანონმდებლო ორგანოსთან, დააზიანა და დაწვა არჩილ მუსელიანცმა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. საქმეში დაცვის მხარის მტკიცებით დევს მხოლოდ ერთი ვიდეო მასალა, სადაც პირს, რომელიც ვიდეო კადრებში ჩანს, სახე აქვს დაფარული და დაცვის მხარე ამბობს, რომ არანაირი დამატებითი ექსპერტიზა არ ჩატარებულა და უცნობია მისთვის, როგორ დადგინდა ის, რომ კონკრეტული პიროვნება იყო სწორედ არჩილ მუსელიანციც. სხვადასხვა ჩვენება მისცეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა და გამომძიებლებმა, მაგალითად ერთ-ერთი გამომძიებელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მუშაობის დროს მათ არ აუღიათ თითის
ის ანაბეჭდი. ერთ-ერთი ექსპერტი კი ამბობს, ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა უკაცრავად ეს, რომ ადგილიდან არ აუღიათ ნიმუშები, თუმცა ერთ-ერთმა გამომძიებელმა თქვა, რომ ადგილიდან ნამდვილად არის მოპოვებული ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოფერი იმდენად ცუდადაა შედგენილი კალიგრაფიულ თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც სამოკითხვა დღემდე ვერ შევძლებთ. დღევანდელმა მოწმეებმა ბევრი ვერაფერი ვერ დაადასტურეს. იმ ზედაპირიდან, გამანაწილებელი თუქის ზედაპირიდან შეუძლებელი იქნებოდა და აზრს მოკლებული იყო ანაბეჭდის აღება. იმიტომ რომ ისეთი ზედაპირის ვიდეო მასალა, რომელიც ამოღებული არის პოსტივის, Facebook, Word-დან და რომელიც 1000-ჯერაა გადაჭრილი, გადმოჭრილი და კაცმა არ იცის როგორაა დამონტაჟებული, იქიდან ამოღებული ვიდეო მასალიდან რა დაადგინეს და ვისი ხმა ემთხვეოდა, ნუ ყოველ შემთხვევაში ამაზე წინასწარ საუბარი ვერც პროკურორი საუბრებს ამაზე, ვერც მოსამართლე და ვერც ადვოკატი. მოცემულ საქმეზე არის ამოღებული მათ შორის საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც ასახულია მითითებული მოქმედება და ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ხმის ნიმუში არის ბრალდებულისაგან აღებული. ამ ვიდეო ჩანაწერში ისმის ბრალდებულის ხმა, ისმის მისი მოქმედება, ჩანს მისი მოქმედება და სწორედ ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად ექსპერტმა განუცხადა ის, რომ პირი, რომელიც ცეცხლს უკიდებს უშუალოდ მითითებულ ყუთს და რომელიც საუბრობს ამ მომენტში არის ნამდვილად არჩევის სახე. იურისტები განმარტავენ, რომ საქმეები, რომელსაც ახლა განიხილავს სასამართლო, თავიდან ბოლომდე არის შეკერილი, მაგალითად დღეს ანზორ კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი გარემოება გახდა ცნობილი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომ ახალი მტკიცებულებები დაერთოს საქმეს. პროკურატურის განმარტებით ექსპერტიზა ჩატარდა და სწორედ ამ ექსპერტიზის საფუძველზე მოპოვებულია ახალი ვიდეო მტკიცებულება, სადაც პროკურორის განმარტებით ჩანს ანრი კვარაცხელია, რომელიც წვავს და თავიდან იშორებს იმ მაისურს, რომელიც მისი განმარტებით სავარაუდოდ ეცვა იმ ღამეს, როდესაც პოლიციელებს ანზორ კვარაცხელიამ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.